რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ხომ არსებობს კინოკლასიკა, არსებობს ლიტერატურის კლასიკა, მუსიკის კლასიკაც არსებობს და ბევრი სხვა რამ. მაგრამ თურმე არსებულა თავზე წხნის წასმის კლასიკას და აქამდე არ ვიცოდით. ნადეჟდას რომ არ იქნა. არც გვეცოდინებოდა, მაგრამ ქნა. ეს არის ვაშე გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგვეხმაურეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. მოდი თანმიმდევრობით მოვყვეთ. ჯერ იყო ეს. უკვე 10 თვეა ელენე ხოშტარია უკანონოდ იმყოფება საზრახსოვრების დაწესებულებაში, სადაც დაახლოებით 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება. სათანადო მკურნალობის გარეშე ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგრესის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. გამოხმაურებებმა წალეკა ქვეყანა. ამდენ ხალხს სოდნია და თურმე ყველა სინდის უნახავდა. მოკლედ ახლა ქვეყანამ გაიგო რომ ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და ამ სისტემას, ანუ სახელმწიფოს ეს ყველაზე რბილად არ ადარდებს. შემდეგ 1 თუ 2 საათში უცებ ნახეთ ეს. რომელიც ხოშტარია კეთებს სრულ ინფორმაციას. ოპოზიციას აწყობს და იმიტომ პატიმრებს ციხიდან რეკვა აქვს შეზღუდული, სრულიად ბუნებრივად. სხვადასხვა რეჟიმს, სხვადასხვანაირად. ბორია რუსის პირაბრძოლებს ვინც არიან, პატა ბურჭულაძეს, ლაშა ბერიძეს, ბაჩუ ახალაიას, სხვებსა და სხვებს საერთოდ ყველანაირი კომუნიკაცია აქვს დაკრძალული, აი, ყველანაირი, ყველასთან. და ყველაზე ხშირად ციხეებს პოლიტპატიმრებისთვის და ასეთი 120 თუ 130-ია უკვე დაბლოკილი აქვთ ადვოკატებისა და ჟურნალისტების ნომრები. არაოფიციალურად, რა თქმა უნდა. ის რეკავს, მაგრამ არ ირეკება. ახლა კი პროჭორლელებმა იპოვეს ვიღაც ქალი პატიმრები, ვინც თავის ზარებს, აი ერთვიან ლიმიტს ხარჯავენ ნადეჟდას ეთერში რეკვაში. ტყუის ლაკა ხოშტარია ძალიანაც კარგაც არის. ეგეც და მზია ამაღლობელის და არ დაიჯეროთ რომ რაიმეს ტკივათ და რამე აწუხებდო. და საერთოდ თუ არ უნდათ ამ ციხეში დომა, რას მოდიოდნენ? პირდაპირ უყურებდი მზია ამაღლობელს. პირდაპირ უყურებდი. ჩვეულებრივ არიან აბსოლუტურად ყველაფერი. არაფერი ეს არის უბრალოდ ყველა აწყობს ოპოზიციას აკეთებენ ამას, რომ ვითომ ესია, ვითომ ისე და თუ არ უნდა ვიდო და არავის მოუყვანია ძალიდან. ჩვენ აქნეს არის არ მოუყვანია. და იყო გარეთ და ნუ დაწერდა იმ სურათს დაწერდა და სპეციალურად მოვიდო და ციხეში და ნუ არიგებდა თავს იმ აქციაც მოხდა. მოდი დავფიქრდეთ უბრალოდ. ლიმიტირებული ზარების მქონე ქალები სახლში კი არ ეკავენ ოჯახში, შვილებთან, ქმრებთან, შეყვარებულებთან, მშობლებთან, არ ვიცი ვიღაცასთან. ნადეჟდაში ეკავენ, რომ ადიდონ საკუთარი ციხის დირექტორი და პროჭორილური პენიტენციური სისტემა. პატიმრის ღირსება შეიძლება შელახოს ადმინისტრაციამ, მაგრამ პატიმარმა საკუთარი ნებით რაღაც აი ელემენტარული სანაცვლოდ ეს ღირსება თავად არ უნდა გაინადგუროს. ახლა არ ვიცი, იმედია საპროცესო შეთანხმებათან ვადამდე გათავისუფლებად მაინც უღირდათ ამ ქალებს ეს ამბავი. თუ საერთოდ პატიმრები არიან. მერე კი დრო რომ გავა და ეს სამკუთხედი ჯოჯო რომ გადავარდება, იგივე ქალები გამოდგებიან და ჯაჯანძის შოუში იტირებენ, აი რა უნდა მეცნა, სხვა გზა არ მქონდა, ციხეში ხომ არ მოუკვდებოდიო. ხო, მართალია. ეგ იმის ფასად რომ სხვა ქალები, პოლიტპატიმრები გაწირეს. მაგრამ დავალება ხომ შეასრულეს მათაც და სანქცირებულმა პროპაგანდონებმაც. კიევს არასოდეს დავბომბავთ, იმიტომ რომ კიევში ჩვენი სიწმინდეებია და არც ვლადიმერ ვლადიმერის ძე, არც სერგეი კოჟუგედის ძე არასდროს მიიღებენ გადაწყვეტილებას. დაბომბონ კიევის პეჩორის ლავრა მაგალითად. ეს უბრალოდ გამორიცხულია. ყველა ნახეთ კიევის პეჩორის დამწვარი ლავრა. ყველა მიცით ეს ლავრა. იმდენი მაინც იცით რომ რუსები თავიანთ უმთავრეს და უძველეს სიწმინდე დასახელებენ. არის კიდევაც უძველესი, არის კიდევაც უწმინდესი. თითქმის 1000 წლის მონასტერს მონღოლები გამოუვლია, ყივჩაღები. რა ვიცი, 1000 უბედურება კიდევ. ხან ვინ დაანგრია და ხან ვინ გადაწვა. ბოლოს 1941 წლის 3 ნოემბერს ააფეთქეს რუსებმა, წითელმა არმიამ, რომელიც უკან იხევდა გერმანელების შეტევისას. და პირველი ააფეთქეს ზუსტად ღვთისმშობლის მიზინების ის ტაძარი, რომელიც ახლა ისევ ააფეთქეს.
მეტი სიზუსტისთვის. ახლა დაბომბეს დრონებით. Это колыбель нашей цивилизации. ეს ჩვენი ცივილიზაციისა და ეროვნული კულტურის აკვანია. აქ დაიწერა ძველი რუსეთის პირველი ისტორიული ძეგლი, პოვესტ временных лет. აქ იღებს სათავეს ჩვენი ხალხების დამწერლობა და ლიტერატურა. კი, სწორად გახსოვთ. კიევის პეჩორის ლაბრა მართლმადიდებლური ძეგლია და რუსები არა მხოლოდ მართლმადიდებლებად მიიჩნევენ თავს, არამედ სწორედ ამ მონასტერს თვლიან საკუთარი სულიერების სათავედ. ამ დროს ყველაზე სწორი კითხვაა რატომ? და ყველაზე სწორი პასუხია. იმიტომ, რომ დიდი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მღვდლები ლაბრიდან გამოაბუნძულეს. მიტროპოლიტ პავლეს წინააღმდეგ კი მეტსახელად პაშა მერსედესი რომ აქვს, ძვირფასეულობებისადმი განსაკუთრებული ვნების გამო აღძრეს საქმე. არ იყო რუსისთვის ამასთან შეგუება, რა თქმა უნდა, იოლი. სამაგიეროდ იოლი აღმოჩნდა რაკეტების სამიზნე კომპიუტერში ლაბრის კოორდინატები შეყვანა და ღილაკზე მერე თითის დაჭერა. მონასტერი სხვათაშორის პირველად იანვარში დაიბომბა და ხანძარი მაშინაც გაჩნდა. ვინ დაბომბა, ახლა თქვენ გამოიცანით. კიევის ამ ლაბრაში დაკრძალულია ბერი ნესტორი, პირველი ჟანთაღწერელი ამათი. პეტრე სტოლიპინი, იმპერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ილია მურომელი, ყოველას რომ რუსების ზღაპრული პერსონაჟი გვეგონა, არა და რეალური ადამიანი ყოფილა და მისი მუმია აკლდამაში ახლა საჯაროდაა გამოფენილი და უკეთეს დროს შეგიძლიათ ნახოთ. რა შეიძლება ეს ამბავი შეადაროთ? ქართველებს რომ დაებომბათ ჯვარი ან ბოდბე ან სვეტი ცხოველი, აი რამე, რასაც საკუთარ რელიგიურ იდენტობას და ამ საწყისებს უკავშირებენ. პრინციპში კოცებმა გელათი კი მიიყვანეს მოსპობის და განადგურების პირთან, მაგრამ რაკეტა მაინც არ უსვრიათ ჯერ. რუსებმა კი ესრულეს. საკუთარ აკვანს როგორც ამბობენ. კი, პროჭორულენო, Facebook-ები რომ გატენილი გაქვთ ხატები და მაჯაზე სკვნილები აღარ გეტევათ. აწიიცოდეთ. თქვენ რომ ერთ მორწმუნეებად თვლით, მაგ ხალხმა ყველა მართლმადიდებელი წმინდანი ერთად განარისხა. და გამოიწეთ აქეთ თქვენც არ გაწვიმოთ ზეცამ გოგირდი და ცეცხლი მაგათი უღმერთობისთვის ახლა. კიევის ბარბაროსობის ამბავი არანაირ კითხვას არ მინჩენს რუსებთან მე და ალბათ არც თქვენ. ეგ არიან რაც არიან, რაც იციან, რაც უკეთებიათ 100 წლეულების განმავლობაში. მათ შორის ვლადიმერ გუნდიაევს, პატრიარქ კირილეთ რომ იწოდება მოსკოვში ოფიციალურად. მაგრამ მე კითხვას მიჩენს ქართველებთან, კერძოდ პატრიარქ შიოსთან. შეიძლება კობახიძე და მისთანები არ გამოხატავდნენ პოზიციას, მაგრამ შენ რა გიშლის განცხადება გაავრცელო სამართლმადიდებლოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტაძრის დაბომბვის გამო. არა, მოდი უფრო კონკრეტულად ვიკითხავ. რატომ ვერ ხვდები რომ უბრალოდ ვალდებული ხარ ეს თქვა? ვალდებული. თუ არ გინდა, დააკონკრეტებ რომ ლარვა მაინც და მაინც უკრაინის ეკლესიას ეკუთვნის. რა კი ამას ახლა რუსი არ აღიარებს და გუნდიაევი. შენ თქვი, ან დაწერე განცხადებაში, რომ იუნესკოს მემკვიდრეობის სიის ტაძრის ნგრევა შენთვის მიუღებელია. როგორც ადამიანისთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის და როგორც მწყემსისთვის. რომ შენ ახლა ლოცულობ მოძმე უკრაინელებისთვის. ან კაი, რავი, ეხლა ეგეც თუ მიუღებელია, იმათთვის შეგიძლია თქვა, რომ ლოცულობ მშვიდობისთვის. მადლობა მთავარეპისკოპოს ზენონს, რომ ერთმა მაინც გაბედა და ცოტა მოგწვინდა სინდისი ყველას და დანარჩენები. თუმცა რაღა კიევი, აგერ მე-6 საუკუნის საკონსერვაციო ბაზილიკა დაანგრია თქვენივე სინოდის წევრმა და პატრიარქობის ყოფილმა კანდიდატმა იობ აქიაშვილმა და ერთ პატიოსან მეცნიერს რომ არა ეტეხა ამბავი, ვერც ვერაფერს გავიგებდით ვერავინ. აი, ამდენი ხანია ეს ამბავი გასკდა და საპატრიარქომ რა თქვა? არაფერი. შეიძლება 15 საუკუნის წინ ამოყვანილი კედლები ახლა არ გიღირთ მიტროპოლიტის შერისხვად, მაგრამ ერთ ვინმე კონკრეტულ სოფელ ზღუდერში, ერთ კონკრეტულ წინამძღვარსაც უბრალოდ ვერ უნდა აუწიოთ ყური, რომ აი ეს დაუშვა და საკუთარი ხელით ანგრია ქვეყნისა და სარწმუნოების ისტორია. იმ ათობით მილიონად, რომელსაც ბიუჯეტი ჩემნაირების გადახდილი გადასახადიდან თქვენ გაძლევთ. ეს ჩემნაირი ხალხი მეც ელოდება, მეც საქმეს ელოდება და მეც იმსახურებს. და ეს იყო ვაშე გადაცემა, თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ და გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაშინგტონში გადაცემა.